მოგესალმებით ყველას. დღეს უნდა ვისაუბროთ თემაზე, რომელიც მთელ საბრძოლო სამყაროს დუღილის ტემპერატურამდე აცხელებს. ილია თოფურია და ისლამ მახაჩევი ინტერნეტში ისეთ ომში არიან, რომ მგონი ოქტაგონზე გასვლამდე კლავიატურებს დაამტვრევენ. ილია პირდაპირ ამბობს, რომ ისლამი მასთან ბრძოლას დაუსხლტა. მახაჩევი კი ისეთ სახეს იღებს, თითქოს საერთოდ არ იცის რა ხდება. სწორედ ამ დრამას განვიხილავთ დღეს დეტალურად. ბრატვა, სანამ ამ ცხელ ამბებში გადავეშვებით, გამოიწერეთ არხი და დაეჭირეთ იმ ლაიქის ღილაკს ილიას მარჯვენასავით სწრაფად. მოკლედ, რა ხდება? გავრცელდა ინფორმაცია, რომ UFC-ს ისტორიული ქარდი თეთრ სახლში სწორედ თოფურია მახაჩევის სუპერ ბრძოლით უნდა დაგვირგვინებულიყო. ილია ამტკიცებს, რომ ყველაფერზე თანახმა იყო. 170 ფუნტშიც კი ადიოდა, რომ ისლამისთვის ქამარი წაერთმია. მაგრამ მახაჩევმა ბოლო მომენტში ტრაუმა მოიმიზეზა და უკან დაიხია. დეინა ვაიტი კი თავისი გაბრიალებული თავით ზის პრესკონფერენციაზე დაიძახის. არაფერი მსგავსი არ ყოფილაო. აი, სწორედ აქ არის ძაღლის თავი დამარხული. ვის უნდა დაუჯეროთ? იმ კაცს, ვინც ვოლკანოვსკი და ოლივეირა პირველსავე რაუნდებში დააძინა, თუ დეინას, რომელიც სიმართლეს ისე მალავს როგორც თავის პარიკს. არიელ ჰელვანიც ადასტურებს, რომ ილიას რეალურად შესთავაზეს ორი ვარიანტი: ან ისლამი 170 ფუნტზე, ან ჯასტინ გეიჯი. ილიამ წამითაც არ დააყოვნა, მომეცით ისლამიო. აი, ეს არის ნამდვილი ჩემპიონური ხასიათი. მაგრამ მერე რა მოხდა? ისლამმა გაიღვიძა და ალბათ იფიქრა. მოიცა, ამ ბიჭთან 170-ზეც რომ წავაგო, მერე სად გამოვყო თავიო და უცებ ხელი ეთკინა. აბა, ხომ ვიცით ეს ზღაბრები? აი, სწორედ ამიტომ ეძახის ილია მას მშიშარას. ილიას პოსტმა ტვიტერზე რეკორდები მოხსნა. 14 მილიონი ნახვა. კაცი ნამდვილი როკვარსკლავია. მან პირდაპირ თქვა, ისლამი ისევ გაიქცა. ამჯერად ტრაუმა მოიგონა. გეიჯი კი უბალოდ ის ადამიანია, რომელიც მახაჩევის სიმხდალის გამო პასუხს აღებს. აი, ამას ქვირა თავდაჯერებულობა. ილია ისე საუბრობს, როგორც ნამდვილი დამანგრეველი. გეიჯის კი ეუბნება, ეს ყველაფერი სწრაფად დასრულდება, როცა გაიღვიძებ, უკვე ყველაფერი დამთავრებული იქნებაო. სიმართლე გითხრათ, ჯერა ამისი. ილიას მუშტი ისე მუშაობს, როგორც ქართული დუბინკა. ერთხელ მოგხვდება და მეორე დღეს გეოგრაფიის სახელმძღვანელოსავით იშლები. ისლამის პასუხი კი, რა ვთქვა, აშკარად მისი მენეჯერის, ალი აბდელაზიზის დაწერილია. ორივე ვიცით, ვინ შეშინდა აქო. ისლამ, ძმობას გაფიცებ, თუ ილია გთხოვდა ბრძოლას და შენ უარს ეუბნებოდი. აბა ვინ შეშინდა? ალიმ კიდე უფრო დააბნია ხალხი. ჯერ თქვა, ილია საერთოდ არ განიხილებოდაო. მერე კი დაამატა, მილიარდებს ითხოვდაო. მოიცადე, თუ არ განიხილებოდა, ფულზე როგორ ვაჭრობდით? აი, აქ ჩანს, რომ მახაჩევის ბანკა კი სერიოზულად დაიბნა. საბოლოოდ ჩვენ დაგვრჩა ილია versus გეიჯი, რაც თავისთავად მაგარი ჩხუბია, მაგრამ ისლამთან შეხვედრა იქნებოდა ნამდვილი სინემა. ილია ამბობს, რომ ისლამი მხოლოდ მაშინ ჩხუბობს, როცა ყველაფერი მის სასარგებლოდა. აბუ-დაბი, 12 კვირიანი კემპი და ასე შემდეგ. ილია კი მზად არის ნებისმიერ დროს, ნებისმიერ ადგილას. აი, სწორედ ეს არის განსხვავება ლეგენდასა და უბრალოდ ჩემპიონს შორის. ხანდახან მგონია, რომ დეინა ვაიტი და ალი აბდელაზიზი ერთად სიდევენ და ფიქრობენ, კიდევ რა ზღაფარი მოგვიყონ. მაგრამ ქართველ გულშემატკივარს ვერ მოატყუებ. ჩვენ ვიცით, რომ ილია ნებისმიერ წონაში საშიშია. ასე რომ ისლამ შეგიძლია რამადანის მერე ღამდენი გინდა იმდენი ილაპარაკო, მაგრამ ილიასგან გაქცევა დიდხანს არ გამოგივა. ადრე თუ გვიან, ოქტაგონის კარი დაიკეტება და მაშინ ვნახავთ ვისი ხელი აიწევა მაღლა. აი, სწორედ ასე. ბრატვა, აბა დაფიქრდით. რა დონეზეა ილია თოფურია ასული, რომ მთელი UFC-ს მენეჯმენტი და მახაჩევის გუნდი ერთად ცდილობენ რაღაცების დამალვას. ილიამ პირდაპირ ააფეთქა სოციალური ქსელები. კაცი ამბობს, რომ ისლამი დაუსხლტა და მიზეზად ხელი მოიმიზეზაო. დააკვირდით, ილია ისე ლაპარაკობს, თითქოს უკვე ორივე წონის ჩემპიონია. ისე მართალიც არის, როცა ვოლკანოვსკის ისე აძინებ, რომ კაცი მეორე დღესაც ვერ ხვდებოდა სად იყო, მერე ყველაფრის უფლება გაქვს. ჰო, მართლა, აი სწორედახლაა მომენტი, გამოიწერეთ არხი ბრატვა. თუ გინდათ, რომ ილიასავით ყოველთვის მიზანში არ ტყამდეთ, ეგ ლაიქიც მიაჭირეთ. ახლა მახაჩევის რეაქციაზეც ვისაუბროთ. ისლამმა დაწერა, ორივე ვიცით ვინ შეშინდაო. ისლამ ძმა,
თუ ილია გიწევს 170 ფუნტში ამოვალო, შენ კიდევ ეუბნები ოდესმე გნახავო. აბა აქ ვინ არის მშიშარა? აშკარაა, რომ მახაჩევს ილიას სისწრაფის ეშინია. ილია ხომ ჩვეულებრივი მებრძოლი არაა, ის მატადორია, რომელიც ხარს რქებით იჭერს და მერე იმ რქებითვე აგდებს მიცაზე. ისლამის მენეჯერი ალი აბდელ აზიზი კი ისეთ ზღაპრებს ყვება, რომ ძმები გრიმებიც კი იეჭვიანებდნენ. ჯერ ამბობს ილია საერთოდ არ განიხილებოდაო, მერე კი ბევრ ფულს ითხოვდაო. აი სწორედ აქ დაენძრა მათ ლოგიკას. თუ არ განიხილებოდა, აბა ფულზე რატომ ვაჭრობდით, თქვენ კაი ხალხო? დეინა ვაითი კი ცალკე ბრებაა. ზის ეს ჩვენი კვერცხთავა დაიძახის. არა, მახაჩევი და თოფურია საერთოდ არ ყოფილა გეგმაშიო. აბა ილია იგონებს, არიელ ჰელვანი იგონებს, ყველა იგონებს და მარტო დეინაა წმინდანი? ნუ მაცინებთ რა. UFC-მ უბრალოდ ჩაისვარა, რომ ეს ბრძოლა ვერ ჩაშალა ისე, რომ ისლამი არ დაზარალებულიყო. ახლა კი ცდილობენ ილია ისე გამოიყვანონ თითქოს რაღაცებს იგონებს. მაგრამ ჩვენ ხომ ვიცით, ილია თოფურია არ არის ის ტიპი, რომელიც ჰაერზე ლაპარაკობს. მან თქვა, რომ დააძინებდა ვოლკს და ქნაკიდეც. თქვა, რომ დააძინებს გეიჯის და ამასაც იზამს. საერთოდ ეს სიტუაცია აჩვენებს, რომ ისლამ მახაჩევი მხოლოდ მაშინ არის ლომი, როცა ყველაფერი მის ჭკუაზეა. აბუ-დაბიში ჭხუბი ხომ უყვარს, იქ ყველა მისიანია. აი თეთრ სახლში, ნეიტრალურ ტერიტორიაზე კი, სადაც ილიას ქართული სული და ესპანური ტემპერამენტი დახვდებოდა, აშკარად შეეშინდა. ილიამ პირდაპირ უთხრა, შენ სიმხდალეზე პასუხს გეიჯი აგებსო. წარმოგიდგენიათ, ტიპი ისეა დაქოქილი, რომ სულ ერთია ვის დაუდგამენ წინ. გეიჯი კი მართლა ცოდაა, მახაჩევის ნაცვლად მოხდება ისეთი, რომ მგონი კარიერას დაასრულებს. აი სწორედ ეს არის მთავარი. ილია თოფურია დღეს არის UFC-ს სახე. ის არ ელოდება საჩუქრებს, ის თავად იღებს იმას, რაც ეკუთვნის. მახაჩევი კი ზის და ელოდება, როდის მოუმზადებს თბილ პირობებს დეინა. ბრატვა, ხომ ხდებით სიმართლე ვის მხარესაა? ილია მზადაა ომისთვის, ისლამი კი ტვიტერზე პოსტების წერისთვის. აი სწორედ ასია საქმე. ბრატვა, აი ახლა მივედით ყველაზე საინტერესო ნაწილამდე, სადაც ნიღბები საბოლოოდ ჩამოხსნილია და ყველაფერი ისე ჩანს, როგორც არის. დაფიქრდით, რამხელა ძალა აქვს ერთ პატარა, მაგრამ კინის ქართველს, რომ მთელი დაღესტნური ბანაკი და UFC-ს ხელმძღვანელობა ერთად ააფორიაქა. ილია თოფურიამ ისეთი რამ გააკეთა, რასაც ბევრი წლობით ვერ ბედავს. მან პირდაპირ ამხილა სისტემა. აი სწორედ ეს არის ის, რაც დეინა ვაიტს და ისლამ მახაჩევს ყველაზე მეტად სტკივათ. ხომ იცით ილია როგორი ტიპია? თუ თქვა, იმას აუცილებლად შეასრულებს. როცა ამბობდა ვოლკანოვსკის დავაძინებო, ყველას ეცინებოდა, მაგრამ აბა ახლა ნახეთ ვოლკი, კაცი დღემდე ვერ მიმხვდარა. იმ ღამეს მეტეორი დაეცა თავზე თუ ქართული მუშტი. ახლა კი ილია იგივეს ამბობს მახაჩევზე. ისლამი კი თავის მხრივ ისე იქცევა, თითქოს ძალიან დაკავებულია. აი სწორედ ამაშია საქმე. ისლამი დაკავებულია გაქცევით. ბრატვა, არ დაგავიწყდეთ, გამოიწერეთ არხი და დააჭირეთ ლაიქს თუ გინდათ, რომ სიმართლემ ყოველთვის გაიმარჯოს. მოდით დეტალურად შევხედოთ ამ ეგრეთ წოდებულ ხელის ტრაუას. ისლამ მახაჩევი ამბობს, რომ ხელი აქვს დაზიანებული და ამიტომ ვერ გამოვიდა თეთრი სახლის ქარდზე. საინტერესოა, არა? ილიასთან ჭხუბის შეთავაზებამდე მისი ხელი მშვენივრად მუშაობდა. პოსტებსაც კარგად წერდა და ვარჯიშობდა კიდეც. როგორც კი ილიამ თქვა, მოვდივარ და ეს 70 ფუნტშიც დაგამარცხებო, უცებ ხელი გაუშეშდა. აი სწორედ ასე მუშაობს შიში. ეს არ არის უბრალო ტრავმა, ეს არის თოფურიას სინდრომი. როცა იცი, რომ ოქტაგონზე ისეთი კაცი გელოდება, რომელიც არც ჭიდაობის გატარებას აპირებს და არც შენი ჩემპიონური აურის ეშინია, ხელები კი არა, გონი ფეშებიც გიკანკავებს. და რა ხდება მახაჩევის ბანაკში? ალი აბდელაზიზი, კაცი, რომელიც იმდენს ტყუის, რომ საკუთარ ჩრდილისაც აღარ სჯერა, ცდილობს ილია დაამციროს. ეს პატარა ბიჭი საერთოდ ვინ არისო, ამბობს ალი. აი სწორედ მაგ პატარა ბიჭმა რომ დაგიძინათ 2 წონის ლეგენდა. მაგაზე რატომ არაფერს ამბობთ? ილიამ პირდაპირ უთხრა, შენი მენეჯერიც და შენც შიშრები ხართო. და სიმართლე გითხრათ, მთელი მსოფლიო ამას ხედავს. ისლამი ჩვეული სტილით ცდილობს თავი დაიძვრინოს. ოდესმე გნახავო. აი სწორედ ეგ ოდესმე არის ყველაზე სასაცილო. რატომ არა ახლა? რატომ არა მაშინ, როცა ილია მზად იყო? იმიტომ რომ ისლამს სჭირდება იდეალური პირობები. მას სჭირდება, რომ მისი მეტოქე იყოს ან გადაღლილი, ან წონით გატანჯული, ან კიდევ აბუ-დაბის სიცხეში ჩაყვანილი. ილიამ კი უთხრა, სადაც გინდა იქ გნახავო. ილია თოფურია არის მებრძოლი, რომელიც UFC-ს ახალ ეპოქაში გადაიყვანს. ის არ არის ჩვეულებრივი ჩემპიონი, ის არის მატადორი, რომელიც ხარის რქებს არ უშინდება. ჯასტინ გეიჯი კი ამ თამაშში უბრალოდ მსხვერპლია. ილიამ თქვა,
ჯასტინ, შენ მომავალი გაქვს, მაგრამ მახაჩევის სიმხდალის გამო შენ მოგიწევს ფასის გადახდაო. წარმოიდგინეთ, რა დონეზეა ეს ბიჭი. მეტოქეს წინასწარ უსამძიმრებს. აი სწორედ ეს არის ქართული სული და ევროპული პროფესიონალიზმი ერთად. ბრატვა, დააკვირდით დეინა ვაიტის ქცევას. ის ცდილობს ისლამი დაიცვას, რადგან მახაჩევი მისი ერთ-ერთი მთავარი პროდუქტია, მაგრამ ილია ამ პროდუქტს ვადაგასულად აქცევს. ილიას ყოველი სიტყვა, ყოველი პოსტი მიზანში ხვდება. ის არ თამაშობს, ის მართლა ასე ფიქრობს. როცა ის ამბობს, რომ ისლამი გაიქცა, ეს ნიშნავს, რომ ისლამი მართლა გაიქცა. და რა ქნას ისლამმა? ზის და ალის აწერინებს პოსტებს. ხომ ხედავთ ისლამის პასუხები როგორი მშრალი და უემოციოა, იმიტომ რომ სიმართლე მის მხარეს არაა. საბოლოო ჯამში ჩვენ მივიღეთ სიტუაცია, როცა ილია თოფურია მთელ დივიზიონს აკონტროლებს. გინდათ 145 ფუნტი, იქ ილია მეფეა. გინდათ 155, იქაც ილია აპირებს გაბატონებას. მახაჩევსკი მხოლოდ ის დარჩენია, რომ იმალოს და იმედი ჰქონდეს, რომ ილია გეიჯისთან ბრძოლაში დაიღლება, მაგრამ ილია არ იღლება, ის მხოლოდ უფრო ძლიერდება. აი სწორედ ეს არის ის, რაც დაღესტნელებს ყველაზე მეტად აშინებთ. მათ იციან, რომ ილიასთან ჭიდაობა ისე ადვილად არ გაუვათ, როგორც სხვებთან. ილიას ისეთი ბაზა აქვს, რომ მახაჩევს ალბათ ძილშიც მისი თეიქდაუნების დაცვა ელანდება. მოკლედ, ბრატვა, თამაში ახლა იწყება. ილიამ პირველი რაუნდი ტვიტერზე უკვე მოუგო მახაჩევს, ნოკაუტით. ახლა ჯერი ოქტაგონზეა. გეიჯი იქნება პირველი, ვინც იგემებს მატადონის რისხვას. მერე კი ისლამს ვერსად წაუვა ფეხი. ადრე თუ გვიან მას მოუწევს იმ კაცის თვალებში ჩახედვა, რომელსაც დღეს ასე გაურბინებს და იმ დღეს მთელი მსოფლიო დაინახავს, ვინ არის ნამდვილი ჩემპიონი და ვინ უბრალოდ ქაღალდის ლომი. აი სწორედ ასეა, ჩემო მეგობრებო. ილია თოფურია, სახელი, რომელიც მახაჩევს და მის გუნდს კიდევ დიდხანს დაესიზმრებათ კოშმარებში. და თუ ვინმეს ეჭვიეპარება ილიას ძალაში, უბრალოდ ჩართეთ მისი ბოლო ჩხუბები და ნახეთ, როგორ მიფრინავენ მისი მეტოქეები ჰორიზონტზე. აი სწორედ ასე. ბრატვა, ეს იყო ჩვენი დღევანდელი მიმოხილვა. მალე კიდევ უფრო ცხელი ამბებით დაგიბრუნდებით. მანამდე კი იყავით ფხიზლად, ადევნეთ თვალი ილიას და გახსოვდეთ, ქართველი სადაც შევა, იქ სიმართლე ყოველთვის პირველ ადგილზეა. აბა დროებით, ბრატვა.